სალამი, მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, რომელიც არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს ჩაწერილი 2006 წლის 21 მაისს და ჩვენ ძალიან მალე დავამთავრებთ ამ 53 ნაწილს, რომელზეც რამოდენიმე დღეა რომ გადავედით. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და მე მთლიანად წავიკითხე ის ბიბლიის ის ადგილები, რომლებიც ახსენა ახალგაზრდამ. გამარჯვოთ პასტორ ჯონ და ჯონ მაკარტური აჩქარებს, იმიტომ რომ თავდება ჩვენი დრო მალე გვეწურება, ამიტომ მე სწრაფად შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ. სიმართლე გითხრათ, ამითი არა ვარ ცნობილი, მაგრამ მაინც. დიახ, სალამი ჯონ, მე სკოტი ვარ. ვადიდებ ღმერთს თქვენთვის პასტორ ჯონ. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში და ესახება ქრისტიანულ ცხოვრებას, კერძოდ რწმენას. როგორც ღვთის ხალხმა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რწმენის გამოხატვის თვალსაზრისით, როგორ უნდა გამოვიყენოთ წმინდა წერილის ეს ადგილები. მაგალითად, მე რამოდენიმე წმინდა წერილის ადგილებს წაგიკითხავთ. მათეს 8:13. მე მეხუთე მუხლიდან წაგიკითხავთ. კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. უთხრა: უფალო, სახლში მსახური მიწევს დარდომილი და სასტიკად იტანჯება. იესო მიუგო: მოვალ და გამკურნავ. ასისთავმა კი პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეს შემოხვიდე, ხოლო სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ ყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეითი ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი მეთქი და მიდის, სხვა მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას ეს გააკეთე მეთქი და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიხვებოდნენ. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ისრაელშიც ვერ ვიპოვე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სამეფოში. ხოლო სამეფოს ზენი გადაიყრებიან კარესკნელის სიმნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. უთხრა იესომ ასისთავს, აი ამაზე ახლა ლაპარაკი მე-13, წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური. შემდეგი ადგილი მოიყვანა სკოტმა მათეს სახარების მე-9 თავიდან, 29 მუხლი, მე წავიკითხა 27-დან. იქიდან გამოსული იესოს ორი ბრმა გამოყვა ყვირილით, ამბობდნენ: შეგვიწყალე ძეოხ დავითისა, სახში შესულს ბრმებიც მიადგნენ, უთხრა მათ იესომ: გწამთ რომ ძალმიც ამის გაკეთება, უპასხვა: ჰო უფალო. მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ. დაეხილა თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: აჰა, არავინ გაიგოს. ისინი კი გავიდნენ და თელი ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი. ესე იგი, ეს ადგილი ისე თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ. შემდეგი იოანეს მე-11 თავიდან მოყავს სკოტს. მე-11-ს მე-40 მუხლე, მე-38-დან წაგიკითხავთ. იესო კი კვლავ სულით შეძრული მივიდა სამარხთან, ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ქონდა აფარებული და თქვა იესო: მოაშორეთ ლოდი. უთხრა მართამ მიცვალებულის დამ. უფალო, უკვე ყარს, რადგან მე-4 დღეა. უთხრა მას იესომ: განაარ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილა მეთქი, ამაზეა ლაპარაკი, ესე იგი რწმენაზე. და მოაშორეს ლოდი, იესომ თვალები აღაბრყო და თქვა: მამაო, გმადლობ რომ მისმინე. მე ვიცი რომ ყოველთვის მისმენ, ეს გარშემო შეკრებილი ხალხის გასაგონად თქვი, რათა ირწმუნო, რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, დიდი ხმით შეძახა: ლაზარე, გამოდი. და გამოვიდა მიცვალებული, ხელფეხი სახუებით ქონდა შეხეული, სახე კი სუდარი დაბურული. უთხრა მათ იესომ: გახსენით, გაუშვით იაროს. მაშინ მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეელმა იხილა რა, რაც მოახდინა. ირწმუნა იგი. და ბოლოს მარკოზის სახარების მე-9 თავიდან მოყავს მას 23 მუხლი. მე მე-17-დან წაგიკითხავთ. ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვი სული ყავს. სადაც შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, დუშს ადენს, კბილებს აღჭიალებინებს და აშეშებს. შენ მოწაფეებს თხოვე განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. მიუგო მათ და უთხრა: ჰოი ურწმუნო თაობა, როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ. მიუყვანეს როგორც კი სულმა იესო დაინახა, ბიჭი ძირს დაანარცხა, გორავდა მიწაზე დაცემული და დუჟის დიოდა. კითხა ბიჭის მამას: რამდენი ხანია რაც ეს ემართება? უპასუხა: პატარაობიდან. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეყופה. თუ კი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე. იესომ უთხრა: თუ შეძლებ რომ ირწმუნო, ამაზე ლაპარაკი ამ მუხლზე, თუ შეძლებ რომ ირწმუნო, მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია. ვავშვის მამა მიწასვე შეძახა ცრემ მორეულმა: წამს უშველე ჩემს ურწმუნოებას. ცრემ მორეულმა.
როგორც კი დაინახა იესო რომ ხალხი მორბოდა და გროვდებოდა, შერისხა უწმინდური სულელი უთხრა, უტყო და ყრუსულო, გიბრძანებ გადი მაგისგან და აღარ დაბრუნდე მასში. დაიყვირა, ძალუმად შეანჯღრეა ბიჭი და გავიდა. ის კი მკვდარივით შეიქმნა. ბერმა კიდეცა თქვა, მოკვდაო. იესომ კი ხელი მოკიდა, წამოაყენა და ისიც წამოდგა. და ჯონ მაკარტური პასუხობს: რა თქმა უნდა, ეს ძალიან მარტივი ამაზე პასუხი. ყველაფერი, რაც ღვთის განზრახვის ფარგლებშია, ღვთის ნების ფარგლებშია. ყველაფერი, რის მიცემაც ღმერთს სურს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რასაც ითხოვ ჩემი სახელით, იმის შესაბამისად, თუ ვინ ვარ და რამ სურს, შესრულდება. რწმენა ვლინდება მაშინ, როდესაც ვთხოვთ და როდესაც ჩვენი თხოვნა შეესაბამება ღვთისნებას, ჩვენ მივიღებთ მას. ეს არის ზოგადი დაპირება. ანუ ეს აუცილებლად არ არის კონკრეტული, მაგალითად თუ მე ვილოცებ ამ ადამიანის ხსნისათვის ის ადამიანი გადარჩება აუცილებლად. ან თუ მე ვილოცებ იმ ადამიანის განკურნებისათვის ის ადამიანი განიკურნება. თუ ეს არ არის ღვთისნების ფარგლებში, გადარჩენა და ღვთისნების ფარგლებში განკურნება, ეს არ მოხდება. ასე რომ ყველაფერი განპირობებულია განმეორეთი განცხადებებით, რომ ეს ყველაფერი ჩემი ნების შესაბამისადაა. მაგრამ ახლა გახსოვდეთ, იმ ადრეული წლების სახარებებში დროს იესო ცდილობს გადალახოს მუდმივად მითითებული პრობლემა და ეს მითითებულია პატარა ფრაზაში, რომელიც იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: თქვენ რისი მცირე რწმენის ქონენო? თქვენ მცირე რწმენის ქონენო. გახსოვთ რა თქვა ახლა მარკოს სახარებაში იესომ? ისინი იმდენად მინიმალური იყვნენ რწმენაში, რომ ის ყოველთვის ამბობდა ისეთ რაღაცებს, რომ მათი რწმენა უფრო და უფრო გაზრდილიყო და თავდაჯერებული ყოფილიყვნენ. და უფრო დიდი ნდობა ქონოდათ. უფრო და უფრო დიდ რწმენას ახალისებდა ის მათში. ეს უნდა გამოჩენილიყო მათ მიერ მის წინაშე წარდგენილ თხოვნებშიც კი. ეს სულიერი განვითარების და სულიერი ზრდის პროცესის ნაწილია. მაგრამ ის ყოველთვის იმ ჩარჩოებში რჩება, რომელიც ღმერთის დიდებას მოიტანს. სწორედ ამიტომ, როდესაც იესომ გვასწავლა ლოცვა, გახსოვთ ხომ? უფლის ლოცვა ქვია ინგლისურად, ჩვენთან მამაო ლოცვა. მამაო ჩვენო. ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყოს შენი სახელი, იყოს ნება შენი და მოვიდეს სამეფო შენი. იყოს ნება შენი, როგორც ცათაშინა, ისე ქვეყანასა ზედა. ახლა კი მერე გადადიხარ თხოვნებზე და ეს ყოველთვის იწყება პირველად შენი ნებით, თქვენი ნებით ღმერთო, თქვენი სამეფოთი, თქვენი დიდებით და შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ დანარჩენ საუბარს ლოცვაში. ასე რომ ყოველთვის ეს ამ ჩარჩოებში რჩება. ეს არის უფლის ზოგადი დაპირება, რომ როდესაც ვთხოვთ, ის ცხადია მოგცემს იმას, რაც შეესაბამა იმას, რაც ჩვენთვის საუკეთესოა, რადგან ეს არის ერთადერთი, რასაც უფალი გააკეთებს. მადლობა მოსვენისათვის.